პატარა ნიჭიერი გურჯაანელი, რომელმაც მუსიკალური შესაძლებლობებით ცნობილი კანადელი დირიჟორი აღაფრთოვანა. 7 წლის მერაბ დარჩიაშვილი დოლზე პროფესიონალურად უკრავს. იგი ფართო საზოგადოებამ თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად შესრულებული აკომპანიმენტით გაიცნო. რაზე ოცნებობს მრავალმხრივი ნიჭი დაჯილდოებული მოზარდი გელა მეგრელიშვილის სიუჟეტი. 7 წლის მერაბ დარჩიაშვილი გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. მის უნიკალურ ნიჭზე კი უკვე ღიად საუბრობენ. მათემატიკურ აზროვნებასთან ერთად მრავალმხრივ განვითარებულ მოსწავლეს კლასის დამრიგებელი ნინო ჭანტურიძე ასე ახასიათებს. მერაბი არის ძალიან ნიჭიერი, მრავალმხრივ გონიერი და განვითარებული მოსწავლე. ძალიან მალე შეისწავლა წერა-კითხვა, ასევე მათემატიკური უნარები აქვს ძალიან განვითარებული. კარგი აკადემიური მოსწრების ბავშვი არის. მე ძალიან მიყვარს საერთოდ ჩემი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, თან ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, რომ ბავშვს მათემატიკური ნიჭი და აზროვნება აქვს და ძალიან მალე ითვისებს ამ განსაც. ასევე, როდესაც პირველ კლასში იყვნენ, ხა მეორეში არიან და როდესაც პირველ კლასში იყვნენ და პირველი ღონისძიება ჩავატარე, მაშინ აღმოაჩინე, რომ ბავშვს ჰქონდა ცეკვის ნიჭი, ძალიან კარგად ცეკვავდა და ასეთი პატარა, ასეთ მოძრაობებს რომ აკეთებდა, აი ღონისძიებაზეც ყველა გაკვირვებული იყო ამ ბავშვით და აღფრთოვანებული. ვიცი კიდევ რომ ძალიან კარგად თამაშობს ფეხბურთს, საკმაოდ ესე იგი ძლიერი დარტყმები აქვს, როგორც ვიცი და ბავშვები მეუბნებიან თვითონ რომ მასწავლებლო გოლების გატანაში არისო, ძალიან ყოჩაღიო. აქვს ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრის ნიჭი. ესეც ამაზედაც ინფორმირებული ვარ და ვცდილობ რომ კიდევ მე თვითონაც სხვადასხვა მხრივ განვავითარო, იმიტომ რომ შეუძლია ამ ბავშვს რომ თავისი ნიჭი გამოიყენოს და მე დარწმუნებული ვარ რომ მომავალში ვიამაყებ ამ ბავშვით რომ ვიყავი მისი პირველი მასწავლებელი. დღევანდელი სიუჟეტის გმირმა სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ცნობილი კანადელი დირიჟორი ნურჰან არმანი ხელმძღვანელობდა, დოლზე დაკვრის უზადო აკომპანიმენტით დაგომახსოვრა თავი. ჩემ ცეკვის მასწავლებელმა მითხრა ჩამოსულები არიანო და დამკვირველი სჭირდებათ დოლზეო და მიმიწვიეს. ჯერ მომასმენინეს და მე მისი ოცნება ქსოვრელების მედუდუკეთა დასტასთან ერთად დოლის დაკვირვაა, რაც ფანტაზიის სფეროს სულაც არ განეკუთვნება. ნიჭიერ მოზარდს ასევე იტაცებს ცეკვა და ფეხბურთი. მიზნად კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში განუზრახოს. ჩემი ოცნება არის რომ დუდუკე ქსოვრელებთან დაუკრა დოლი. ყოველ წელს თავისი ხიბლია ყველა ბავშვს, ყოველ ნიჭიერი თაობაა და წლევანდელი ბავშვებიც გამორჩეული ნიჭით არიან, გამორჩეული. ეხლა რაც შეეხება მერაბი დარჩიაშვილს, ცეკვის უმაღლესი ნიჭი და მუსიკალური ნიჭი. მუსიკალური სმენა უმაღლეს დონეზე განვითარებული და ისეთი ბავშვი, რომელიც დღესვე ნებისმიერ ანსამბლში წაიყვანო, ნებისმიერ ანსამბლს გაუძღვება გინდა ცეკვით, გინდა აკომპანიმენტით. მერაბი კაი ბავშვია, ფეხბურთში წარმატებით ვარჯიშობს, მონაცემებიც აქვს, ორივე ფეხით კარგად თამაშობს და ჯერჯერობით პატარა 18 წლისა, 17 წლებში თამაშობს და რასაც ვატყობთ, კაი მონაცემები აქვს და მე მგონი კაი ფეხბურთი თამაშობს. მიეცით ნიჭსა გზაფართო. სწორედ ეს ნათქვამი მიესადაგება მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ნორჩქენიოს, რომელსაც მერაბ დარჩიაშვილი ჰქვია.